ნახეთ რა საოცარი გამოსახულება. ნეტა რას უნდა ნიშნავდეს. რამხელა ნამოსახლარია რა. თეთრი წყარო ცნობილია ისტორიული ძეგლებით, მათ შორის გამოირჩევა ჭივჭავის ხეობა. აქ უამრავი ნამოსახლარი და უძველესი მეგალითური ნაგებობებია. შესაბამისად, ჩემს მიერ ამ ადგილის შერჩევა შემთხვევით არ მომხდარა. თუ რატომ შევარჩიე ეს ადგილი ფილმის მიმდინარეობისას შეიტყობთ. ვაგრძელებ ექსპერიმენტს გაუვალ ტყეში სიარულისას, ვინც წინა ფილმი ნახეთ, მაშინ კახეთში ვიყავი და ექსპერიმენტმა ერთგვარად გაამართლა. ძალიან საინტერესო გამოვიდა. ამჟამად წამოვედი უკვე ქვემო ქართლისკენ, კერძოდ თეთრი წყაროში. და თეთრი წყაროს დასავლეთით ტყეში ვეძებ უცნობ ძეგლებს. ნახოთ რა გამოვა ამჯერად. და ესეთ უზარმაზარი ნამოსახლარი ვნახეთ. მოლოდინი მართლაც გამართლა და ვნახეთ ნამოსახლარი, რომელსაც ნაჭივჭავებს უწოდებენ. ის მდინარე ჭივჭავის მარჯვენა ნაპირზეა განლაგებული და საკმაოდ ვრცელი ტერიტორია უჭირავს. ძირითადად მთავარი ეკლესიის ირგვლივაა გაშენებული. ამ საინტერესო ეკლესიას მოგვიანებით გიჩვენებთ. აქ დასახლება უფრო ინტენსიურია. ერთსართულიანი ბანიანი სახლების ტერასული განაშენიანებით. აი ქუჩები გადის პირდაპირ. ეს ერთ-ერთი ქუჩა უნდა იყოს. აქეთ ნახეთ ამხელა. ამ ნასახლარებს შორის ჩანს სასოფლო გზებით 3 მეტრამდე სიგანის, სადაც ბორბლებიან ტრანსპორტს უნდა ემოძრავა. მეგონი საფლავის ქვა ეს. ვნახოთ ვინ არიან. აშკარად მამაკაცი და ქალბატონია. აი აქეთ მამაკაცს ულვაშივი აქვს. აქეთ აშკარად ქალბატონია. ალბათ ცოლ-ქმარი იყვნენ. საინტერესო შესამოსელი აცვიათ. ესე ჩავიდეთ. ძალიან.
შედიოდა. საინტერესოა. გამოგარიცხებული. რამხელა ნაგებობები იყო უბრალოდ არა? ზარმაზარი. წავიდგინე 4 მეტრი სიმაღლისა. აი გზები, თავი. ჭაშკარად მშრალი წყობა, ანუ ძველია რა. საინტერესო საფლავის ქვა. ეს კი ნამოსახლარის მთავარი ეკლესიაა, რომელიც მრავალმხრივაა გამორჩეული. განსაკუთრებით საინტერესოა რელიეფური კომპოზიცია, რომელიც სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია გამოსახული. ნამდვილი სასწაული. ეს ცხენზე მჯდომი ჯვრით ხელში არ ვიცი, შეიძლება წმინდა გიორგი იყოს. აქეთ ადამიანის გამოსახულებაა, რომელსაც ზარმაზარი ხელები აქვს. ზემოთ ალბათ გველი, ეს ჯვარი. აქეთაც კიდე რაღაც ცხოველის გამოსახულებაა. ესეც ადამიანი უნდა იყოს, არ ვიცი. ერთობლიობაში რა სცენაა და რას უნდა ნიშნავდეს, ვერ გეტყვით, თუმცა ესეთი საინტერესო გამოსახულება ვნახეთ ესეთ ეკლესიაზე. მეგობრებო, შეგიძლიათ კომენტარის სახით თქვენი ვერსიები დაწეროთ ამ საინტერესო რელიეფური გამოსახულების შესახებ. ძალიან საინტერესო უზარმაზარი ნამოსახლარს ბედენის პლატოსკენ მიმავალი საავტომობილო გზა კვეთს. მის დასავლეთით უფრო დიდი უბანი რჩება, ხოლო აღმოსავლეთით მდინარის პირაფერზე ტერასულად გაშენებული პატარა უბანია. ამ უბნის ნასახლარების ერთი რიგი უშუალოდ გზის პირს მიუყვება. ეს ნამოსახლარი ვნახეთ უზარმაზარი. ახლა გადავწყვიტეთ მდინარე ჭივჭავის მარცხენა ნაპირზე გადმოვიდეთ, აქაც რაღაცა ნამოსახლარი ვით არის, გაჩვენებთ ამასაც და ის რაც ვნახეთ, ეს იყო ჭივჭავის მარჯვენა ნაპირზე. წავიდით აბა დავოთვალიეროთ ეს მიდამოებით. აი აქაც უზარმაზარი ქვებია და ბუნებრივი არ არის ნამდვილად. აქეთან ნაპირზეც რაღაცა ხდება ფაქტია. ეხლა დავივლით და ნახავთ ყველაფერს. ნახეთ
რამხელა ლოდები ალაგია მშრალად. ეს ყველა ვარიანტი წინა ქრისტიანული ნაგებობა იქნებოდა. ძველია ძალიან. დღევანდელი ექსპერიმენტით შეიძლება რომ წარმატებულად ჩავთვალოთ, ვინაიდან დიდი ნამოსახლარი მოვინახულეთ და თქვენს გაგაცანით. ვისაც მსგავსი ნამოსახლარები და მეგალითური ნაგებობები გაინტერესებთ, გირჩევთ თეთრი წყაროში მოგზაურობას. გარდა მაგისა, აქ უამრავი ისტორიული ძეგლიცაა. ასე რომ მიმოგზაურეთ, ახლოს გაიცანით ჩვენი სამშობლო.